მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია ჯვარის ხმა, სტუდიაში თქვენთვის მარიამ შაროსია ვმუშაობ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ახალგაზრდა აქტიური გოგონა აფხაზეთიდან ნინო რუხაია, ამჟამად ალტერ ბრიჯის მასობრივი კომუნიკაციების და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. მოგესალმებით ნინო კიდევ ერთხელ, მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხარ ჩვენი სტუმარი. გამარჯობა, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სასიამოვნო საუბარი გამოგვივა. მიხარია ყველა წამოწყება, რომელიც ჯვარის გააქტიურებას უწყობს ხელს. რომ მოვუყვე ჩვენს მაყურებელს, ვინ არის ნინო რუხაია? პირველ რიგში ალბათ პოზიციონირდები როგორც აქტიური ჯვარელი ყველგან და ყოველთვის. იმიტომ რომ მიყვარს რაღაცა სიახლეებში ჩაბმა მთელი ცხოვრება ესე ვიყავი. ამიტომ ეს ცენტრიც თუნდაც არ არის ჩემთვის უცხო გარემო, რადგან თუ რაღაცა სიახლე ხდება, თუ რაღაცა განვითარების შესაძლებლობა, ყოველთვის ვცდილობ რომ ჩართული ვიყო. ამიტომ ავირჩია კომუნიკაციის მიმართულებაც, რადგან ბევრი შესაძლებლობა, ბევრი გასახანია და საინტერესოა. ეს იყო რაღაც შემთხვევითობის პრინციპით თუ თავიდან რომ ყარათო გქონდა გადაწყვეტილი რომ ეს გზა აგერჩია? სიმართლე გითხრათ, მთელი ცხოვრება იურიდიული ფაკულტეტი მინდოდა და სამართლის მიმართულება, მაგრამ მე 11 კლასისთვის გადავწყვიტე, რომ სხვა მხრივ წავსულიყავი და როცა ჩემი შესაძლებლობები შევაჯერე ჩემს ინტერესებთან, მე უკვე კომუნიკაციის მიმართულება ავირჩიე და მგონია რომ ძალიან სწორი გაწყვეტილება იყო. და იყო ბიძგი რომ აგერჩია ეს გზა და მიმართულება. მგონია რომ ზუსტად ეს ინტერესები მუდმივი სიახლის სურვილი, არ მიყვარს მონოტონური რაღაცები, როდესაც ხარ ამ მიმართულებით, თუნდაც ჟურნალისტიკის მიმართულებით ან კომუნიკაციის სფეროში, გიწევს რომ ტენდენციებს აყვე და შესაბამისად მუდმივი სიახლე გაქვს ცხოვრებაში, ამიტომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. სად და როგორ ხედავ შენი პიროვნული განვითარების გზას გარდა კომუნიკაციების? მე მგონია რომ სწავლების მიმართულებით ვიქნები, შეიძლება ტრენინგებიც ჩავატარო, მაგრამ ეს ალბათ ისევ კომუნიკაციას უკავშირდება. ძლიერი მხარე, რადგან ამ მიმართულებით მაქვს მაინც კომუნიკაციაში დავრჩებოდი მგონი, მაგრამ ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა ჩემი ცხოვრება სამარხითაც, ესე რომ ვთქვათ. ხომ არ ფიქრობ? არა, ძალიან მტკიცედ გადავწყვიტე, რომ დარწმუნებით ხარ მოკლედ ჩაბმული კომუნიკაციაში. თან ძალიან კარგი მოსაუბრე ხარ და სწორად გაქვს ეს ყველაფერი არჩეული. რამ ან ვინ შეგიწყო ხელი რომ სწორედ აი ამ მიმართულებისთვის მიგეცნო აქტიურად შენი ცხოვრება? მე მგონია რომ არ იქნება ესეთი გადაჭარბებული თუ ვიტყვი რომ ამ ცენტრში დაიწყო ჩემი ინტერესების ჩამოყალიბება, იმიტომ რომ როცა DVV-ში მოვედით და ჯვარის სათემო განათლების ცენტრში დაახლოებით მე-3 კლასიდან აქტიურად ვარ ჩაბმული აქაურ პროექტებში, მაშინ გამოიკვეთა ჩვენი უნარები. მაშინ დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია ერთმანეთთან, ეს არ იყო მარტო კლასში კლასელებთან, მთელი ჯვარის ახალგაზრდობა ერთიანად რაღაცას ვაკეთებდით. და აქტიური ცხოვრება რო დავიწყე, ბოლოს ზუსტად აქედან გამომდინარე გამოიკვეთა ჩემი პიროვნული ჩვევები, უნარები და ეს ნიჭიც და სურვილიც, რომ კომუნიკაცია მსიამოვნებდა. ანუ ფაქტურად გამოდის, რომ შენი მომავალი პროფესიის არჩევაშიც და ჩამოყალიბებაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჯვარის სათემო ცენტრმა. კი, იმიტომ რომ გავიცანი ის ხალხი, ვინმაც საერთოდ გამაგებინა, რომ კომუნიკაციის მიმართულებით შეიძლება რამე მომხდარიყო, ანუ რამე კარგი მომხდარიყო ვიღაცის ცხოვრებაში. აქ ბევრი ადამიანი შევიძინე, თუნდაც ტრენერები, რომლებიც ჩამოდიოდნენ, ან მეგობრები, რომლებთან ერთადაც მე ინტერესები შევაჯერე და DVV-ის ბავშვები ვართ. ძალიან ხშირად ვიძახდით მაგას, რომ DVV-ის ბავშვები ვართ, აქ გაგზარდეს, ჩამოგვაყალიბოს და გაგვიშვეს მე. აი რა არჩევას მიცევდი ესე ჭყალებში DVV-ის ბავშვებს და აი თუნდაც იმ პირველ კურსელებს, რომლებმაც სწორედ შენი პროფესია აირჩიეს მათ ცხოვრების პროფესიად. მგონია რომ გამბედაობა არის საუკეთესო გამოსავალი იმისთვის, რომ რაღაცა გამოგივიდეს ცხოვრებაში და ჯვარში, სადაც არაფერი არ ხდებოდა, მით უმეტეს ჩვენს ბავშვობაში, ეს ცენტრი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც რაღაცა სიცოცხლე იგრძნობოდა ბავშვებისთვის. ვურჩევდი იმას, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ, რაც ექნებათ ჯვარის პირობებში, თბილისის პირობებში თავიანთი ინტერესები გააღრმავონ და ინტერესებს მიღმაც ბევრი რამე გაიგონ, იმიტომ რომ როდესაც კომფორტის ზონიდან გამოვდივართ, საუკეთესო გადაწყვეტილებას მაშინ ვიღებთ და საუკეთესო გამოცდილებებსაც მასე ვიღებთ. ამიტომ DVV-ის ბავშვები მგონია რომ ძალიან მაგარი ბავშვები არიან და ბევრი რამე გამოვუვათ ცხოვრებაში, იმიტომ რომ კომფორტის ზონის დატოვებას მიჩვეულები არიან. ძალიან საინტერესო პასუხი იყო, მადლობა.
აი შენი აზრით როგორ უნდა გახდე ძლიერი ადამიანი და როგორ უნდა მიუდგეს სწორად შენი განათლების დაგეგმვას და შენი ცხოვრების დაგეგმვას? როდესაც განსაკუთრებით მაშინ როდესაც ვირჩევთ პროფესიას, ეგ ყველაფერი უფრო გვიტევს, ესე ვთქვათ, მაგაზე ფიქრები. პირველ რიგში რა გვჭირდება, რა გვინდა და რისი უნარები გვაქვს, მაგაზე უნდა დავფიქრდე ძალიან კარგად, მაგრამ უკვე ვახსენე გამბედაობა და მგონია, რომ ამოსავალი წერტილი წარმატების მისაღწევადაც ზუსტად გამბედაობა, ახალი ნაბიჯების გადადგმის შიში არ უნდა გქონდეს ცხოვრებაში და ეს ყველაფერი საბოლოოდ მიგვიყვანს საუკეთესო შედეგამდე, რასაც შეგვიძლია რომ ცხოვრებაში მივაღწიოთ. გამბედაობა ახსენე და ეს ერთ-ერთი უმთავრესია სწორედ ამ პროფესიაში. ერთ-ერთი ყველაზე სარისკო პროფესია. ხო, როცა მიდიხარ ჟურნალისტად, შეიძლება აღმოჩნდე ნებისმიერ ცხელ წერტილში. თუ ხარ ამ ყველაფრისთვის მზად და შენი აზრით რა გამოწვევების წინაშე დგანან ქალი ჟურნალისტები? მზად ვარ 100%-ით, იმიტომ რომ ზუსტად ეს მუხტი მსიამოვნებს ამ პროფესიაში, როცა ვიცი, რომ ბევრი ისეთი რაღაცის გაკეთება მომიწევს, რაც სასარგებლო იქნება ხალხისთვის. ქალი ჟურნალისტები განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ ცხელ წერტილებში არც ისე კარგად ებყრობიან, თუნდაც პოლიტიკოსების მხრიდან ბოლოდროინდელი მოვლენები რო განვიხილოთ, აგდებული დამოკიდებულება ჩვენ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა ძალიან დიდი გამოწვევა ბოლო დროს, მაგრამ რაც უფრო მეტი ქალი ჟურნალისტი ჩნდება სატელევიზიო სივრცეში, მით უფრო მაღალი მაჩვენებელი იდება მათი პროფესიონალიზმის. ამიტომ მგონია, რომ თუ გადაწყვეტილი აქვს ეს ვინმეს და თუ დარწმუნებულია, რომ ეს უნდა ცხოვრებაში, არ არის მარტივი პროფესია და დიდი რისკია კი ნამდვილად, მაგრამ აუცილებლად ძალიან კარგი შედეგება უნდა გავლენ. რამდენად მნიშვნელოვანია შენი აზრით ძლიერი ქალების და ძლიერი ქალი ჟურნალისტების როლი ჩვენ საზოგადოებაში? მგონია, რომ ძლიერი ქალები არის ძლიერი მომავლის გარანტია ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ წლების წინ, როდესაც თავიანთ უფლებებზე არც კი საუბრობდნენ, ყოველი შემდეგი თაობა უფრო გამბედავი იყო, მაგრამ მათ მაინც ჰქონდათ იმის გავლენა, რომ მათი მშობლები, მათი დედები არ აკეთებდნენ იმდენს, რამდენს გაკეთებათ შეეძლოთ საკუთარი თავისთვის. ძლიერი ქალი ჟურნალისტები, რაც ქართულ ტელესივრცეში საკმაოდ ბევრნი არიან უკვე. ცვლიან ყოველდღიურობას დანარჩენი ქალების ცხოვრებაშიც, იმიტომ რომ როცა ეკრანზე ხედავ ქალს, რომელიც არის ლამაზი, არის გამბედავი, არის ენერგიული და აქვს ძალიან დიდი უნარი იმისა, რომ რაღაც შეცვალოს, ეკრანს მიღმაც შენც უფრო დიდი ენერგია და ძალა გიჩნდება, ამიტომ მგონია, რომ ტელესივრცეშიც თუნდაც მათი გააქტიურება და მათი აქტიურობა ზოგადად გაზრდის საზოგადოებრივ თვითშეგნებას ქალების მიმართულებით. აი შენი აზრით რა გამოწვევების წინაშე დგანან სწორედ აი ეს ეკრანიდან დანახული ძლიერი და ლამაზი ქალი ჟურნალისტები ამ შემთხვევაში? ბევრი სტერეოტიპის მსხვერპლი ხდებიან პირველ რიგში. მათი ვიზუალი ბევრად უფრო ფასდება საზოგადოების მხრიდან. და ეს პრობლემები შეიძლება კაცებს ნაკლებად ჰქონდეს. ყოველთვის აკონტროლებენ უпростоრეთ ყოველთვის აკვირდებიან მათ ჩაცმულობას, ხმის ტემპს, გადაწყვეტილებას. თუ ქალი მირბის, ყოველთვის უფრო კრიტიკულად უყურებენ, თუნდაც როცა ქალი კითხვას სვამს, ყოველთვის იმით აფასებენ, რომ გოგოა და უფრო ნაზი უნდა იყოს პირობითაც. და შეიძლება ამან გამოიწვიოს მათ ყოველდღიურობაზე რაღაც შედეგები, მაგრამ ამ სფეროში ძალიან მაგარი ქალები გვყავს, რასაც ვუყურებ, ჩემი სამაგალითო ქალებიც ძალიან მაგრები არიან. ამიტომ მგონია, რომ ყოველდღიურად ბევრად უფრო დიდი პროგრესია მიმართულებით. სამაგალითო ქალი ჟურნალისტი ბარემ აქვე რომ გითხრათ, თუ ყავს ვინმე ესეთი გამორჩეული? ქართულ სივრცეში საკმაოდ ბევრია, ვიზაც ვიტყოდი, რომ კარგი ჟურნალისტია, მაგრამ გარდამტეხი ვინც იყო, მგონია, რომ თავის დროზე როცა მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, დიდი გარდატეხა იყო პროფილი და მაია ასათიანმა ბევრი გააკეთა ჟურნალისტიკის განვითარებისთვის. თუ სამაგალითო არ არის და თუ ზუსტად ამ მიმართულებას არ გავყვები, ვიცი რომ ქართული მენტალობის შეცვლაში ამ გადაცემას და ამ ადამიანს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა.
სად ხედავ საკუთარ თავს უახლოეს თუნდაც 5 წელიწადში? უახლოეს 5 წელიწადში არ ვიცი სად ვიქნები სიმართლე რო გითხრას. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ჩემს მიზნებს მივაღწევ, არ მაქვს ესეთი კონკრეტული ადგილი, სადაც საკუთარ თავს ხედავ. ვიცი რომ ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი, ვიცი რომ არ შემეშინდება ახალი ნაბიჯების გადადგმის, მაგრამ ესეთი კონკრეტული მიმართულება, საითაც წავიდოდი, კონკრეტული ადგილი, სადაც დავინახავდი ჩემს თავს, არ ვიცი. ვიცი რომ ძალიან ბევრს გავაკეთებ ჩემ მიზნების მისაღწევად და არ დამენანება ის რომ რასაც ამაში დავკარგა. გარდა იმისა, რომ ხარ კომუნიკაციების და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, გარდა იმისა, რომ ხარ ძალიან აქტიური ახალგაზრდა, გარდა ამისა, რით არის ხოლმე დაკავებული ნინო? წერ ძალიან ხშირად რაღაც მოთხრობებს, ჩანახატებს ვაკეთებ, ძირითადად აფხაზეთის თემატიკაზე ვწერ, დევნილი ოჯახიდან ვარ. და ძალიან ემოციურად არის ეს მოგონებები, რასაც ჩემი მშობლები და განსაკუთრებით ბებია ჩემი მოყვებოდა ხოლმე. ძირითადად ეგ არის ჩემი გატაცება, ესე ვთქვათ, ჰობი, რო გითხრათ. ჩვენი მსმენელისთვისაც რომ გაიხსენო რაიმე ისტორია, რაზეც მე დაგიწერია. ბებოს ისტორიებს წერ სულ. იმიტომ რომ პირველ რიგში ძალიან კარგი მთხრობელი იყო და როცა ძილის წინ ზღაპრებს არ გვიყვებოდნენ. ჩვენს ოჯახის ზღაპრებს არ გვიყვებოდით, იმიტომ რომ ბებია ჩემი გვიყვებოდა თავის ისტორიებს. და მე ეს ყველაფერი გადავიტანე ჩემს მოთხრობებში. და ყველა მოთხრობას აქვს რაღაცა ერთი რეალური მომენტი მისი ცხოვრებიდან. ერთ-ერთი, რასაც შეიძლება მოგონება არა, მაგრამ რასაც გავიხსენებდი, ის იყო, რომ ის ქალაქი, სოფელი, საიდანაც ბებო იყო, შრომაში ცხოვრობდა, ძალიან შეკრული სოფელი იყო. და როგორც ყვებოდა, ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ ქუჩაზე, ბირჟაზე, არ ვიცი ახლა რამდენად იქნება მისაღები, მაგრამ ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ, ძალიან კარგად ერთობოდნენ, კიდევ უფრო ახლო კონტაქტები ექნებოდათ და ძალიან საინტერესოა ის ამბავი, რომ როდესაც აფხაზეთი დავკარგეთ დროებით, როდესაც მოუწიათ, რომ გადმოსულიყვნენ და ახალი ცხოვრება დაეწყოთ, აბსოლუტურად არაფრისგან, შრომელების დიდი ნაწილი თუ არა რაღაც ერთი ქუჩის მოსახლეობა ისევ ერთ ქუჩაზე დასახლდა. და ჩემს კორპუსში უმრავლესობა დევნილები ვართ, უმრავლესობა შრომელები ვართ. და ეს კავშირი მაინც არ წყდება და ეს შეკრებები ისევ შეკრებებად დარჩა და კორპუსში იკრიბებიან. ყოველ დაბადების დღეზე ახალ არ აქვს მნიშვნელობა რის გამო იკრიბებიან. რას უფრო ეშლება, ესე რომ ვთქვათ, აუცილებლად ის მოგონებები ცოცხლდება, რაც საოკუპაციო საზღვარს მიღმა ხდებოდა. ძალიან ემოციურია, ხომ არ გიფიქრია, რომ ეს მოგონებები და თუნდაც ჩანახატები და ბებოს მოგონებები, ისტორიები, მისი ახალგაზრდობის ენგურს მიღმა გატარებული დროის, რომ გააცოცხლო თუნდაც წიგნის სახით. მე მგონია, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეგ მიფიქრია ძალიან ბევრჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბებო ცოცხალი იყო და არ მინდოდა, რომ რომელიმე მოგონება მაინც გამორჩენოდა. დამიწერია კიდეც იმისთვის, რომ არ დამვიწყებოდა. ძალიან ბევრი ესეთი ნაწერი მაქვს, მაგრამ მართლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ელაპარაკო ისეთ რაღაცაზე, რაც არ გინახავს, მაგრამ იმდენად კარგად მაქვს წარმოდგენილი, მგონია, რომ იქ ვცხოვრობდი, იქ ვიყავი, ჩემი ყოველდღიურობა მგონია, ჩემი წარსულის ისტორიები მგონია, ბებია, ჩემი ისტორია იქნები დარწმუნებული ვარ, ვიცხოვრობს და მეც ეგრე მგონია კი. კიდევ რაიმე საინტერესო ის, თუნდაც სამომავლო გეგმები რომ გამიფხილო. მომავალში ეს მომავალზე ვფიქრობ, მაგრამ დაზუსტებითი პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ მე მაინც მივყვები იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც აი ეხლა ვიღებ დღეს პირობითად. და ჟურნალისტური პასუხი იყო. ხო, აი რაღაცნაირად ესეთი ჩემი მიზანი არის, რომ ვიყო აქტიური მოქალაქე, ვიყო აქტიური ადამიანი და ყოველთვის ვიბრძოლო ჩემი იმ დღევანდელი მიზნებისთვის პირობითად. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ ყველა დასახული მიზნის ასრულებას და ჩვენ ველოდებით აი პასუხისმგებლობის აღებას, რასაც ქვია ამ მოგონებების წიგნად გასაცხრება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ექნება
ოდესმე მაგის ჩვენ შესაძლებლობა და გულშემატკივრებთ ჯვარიდან, სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებდი და რასაც დღემდე აკეთებ ჩვენი პატარა ქალაქისთვის წარმატებებს გისურვებ. ჩემს მსმენელს კი შევახსენებ, რომ თქვენ უსმენთ ჯვარის ხმას, სტუდიაში მარიამ შეროზია მუშაობდი და ჩვენი სტუმარი იყო ძალიან კარგად მოსაუბრე და ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ნინო რუხაია. მომავალ შეხვედრამდე.